მოგესალმებით მეგობრებო. დღეს მინდა ამ ფორმატით თქვენთან მოვიტანო ის რეალური ინფორმაცია რა რეალური ინფორმაციაც ხდება ირანში ბრძოლის თეატრზე ზოგადად ამ ომის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და გადავწყვიტე რომ ამ ფორმატით გამეკეთებია რადგან უფრო ინფორმატიული იქნება საზოგადოებისთვის უფრო მარტივად აღქმადი იქნება თუ რაზეც ვსაუბრობ ამიტომ ყურადღებით ნახეთ ეს ბლოგი თუ რაზე არის საუბარი იქნება ყველანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი თუ რაზეც იქნება საუბარი ეს იქნება მსოფლიო პრესიდან ადგილზე მოწოდებული წყაროებიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ძირითადად განვიხილავთ წუხანდელ მომხდარ ამბებს წუხანდელი ღამის გუშინდელი დღეს ომი დინამიური პროცესია და ამ მომენტშიც ბევრი რაღაცა ვითარდება ყოველ წამში იცვლება მდგომარეობა ყოველ წამში იცვლება სიტუაცია ამიტომ პირდაპირ ლაივ რეჟიმში როდესაც ლაივ საუბარი გვექნება მაშინ არის შესაძლებელი განვიხილოთ ეს ყველაფერი დღეს კი მტკიცებულებებით რაზეც შეგვიძლია უკვე დაყრდნობით ვისაუბროთ თუ ის რაც მოხდა ომის თეატრზე და განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველ რიგში მინდა გითხრათ დავიწყო ეს ყველაფერი იმით რომ საერთოდ საქართველოში უკვე რეალურად არის აღქმა საშიშროების რომ საქართველოს ამოუახوار და ბომბავენ ხوار და გვარტყამენ 100 რადგან აზერბაიჯანში უკვე განხორციელდა იერიში ამ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით რომ ირანი იძულებულია დაბომბოს მეზობელი ქვეყნები ირანის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება რომელიც ეხება ამ საკითხს, მან ბოდიში მოუხადა ყველა ქვეყანას, რომელზეც იერიში მიიტანა, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეული არის იძულებითი ფორმიდან გამომდინარე, რადგან იძულებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების იძულებიდან გამომდინარე, რადგან აქ არის ერთი მთავარი პრობლემა, რომ ამ ქვეყნებიდან ხდება ირანზე იერიშის მიტანა. ქვეყნებიდან, რომლებიდანაც სამხედრო საფრთხე არ დაემუქრება ირანს, ირანი ამ ქვეყნებს არ შეეხება. ასე რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მარტივი არსებობს პასუხი ამ ყველაფერზე თუ კი საქართველოსთან არანაირი პრობლემა არ შეექმნება ირანს საქართველოში ირანი იერიშებს არ მოიტანს თუ კი საქართველოში რაიმე გაფართხალდება და თუ კი ამას ირანი ჩათვლის საფრთხეთ იგივე რაც ხდებოდა ომის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე ამერიკული ხომალდების დაშვება თბილისის აეროპორტში გაურკვეველი ტვირთის შემოტანა და ესე შემდეგ ირანი ალბათ დაუფიქრებლად მიიტანს იერიშს და რო ამის გამკეთებელია, რა ვიცი, ყველა უნდა ხვდებოდეს ისეთ ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებს, როგორებიც არის სპარსეთის ყურის ქვეყნები, შეიარაღებით აღჭურვილებით და ასევე უშუალო მეზობლები არიან, არინდობს იერიში მიაქვს, რაც შეეხება აშშ-ს განცხადებაზე, რომ ირანი უნდა დანებდეს და ტრამპის რაღაც ბოდოებზე ბოლო პერიოდის განაცხადა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს არის ოცნება დონალდ ტრამპის და მსგავსი რაღაცას შეიძლება საფლავში წაიღოს. მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ დიალოგები კიდეც და ჩართვები ამერიკული საზოგადოების მიმართ ამერიკულ ტელეარხებზე, სადაც ირანელები პირდაპირ ამბობენ, რომ ისინი არც ცეცხლის შეწყვეტისთვის არიან მზად და არც აპირებენ ამ საკითხით, ასე რომ ვთქვათ, დაკავებას პირიქით. ისინი მზად არიან ხანგრძლივი ომისთვის. ის რაც დღევანდელი დილისთვის კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი და საინტერესო ფაქტი არის, ირანელებმა განაცხადეს, რომ ისინი იერიშს მიიტანენ ორმუზის სრუტეში გამავალ ამერიკულ ხომალდებზე. აი, ჩემო კარგებო, რასაც გეუბნებოდით. არა მარტო ორმუზის სრუტეში ეხება ეს ყველაფერი, ალბათ სადაც მიწვდებიან. ორმუზის სრუტეში არის ასობით ამერიკული ხომალდი განთავსებული, რომელიც თავისთავად ეკონომიკური კავშირებით არის დაკავშირებული, მართალია სამოქალაქო, არა სამხედრო დანიშნულების, მაგრამ ირანმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს ტანკერები არის ამერიკელების საკუთრება, ამიტომ ის ტაშის კრაიმ ფლოტთან დაკავშირებით, რომელზეც ტაშს უკრავენ, რომ ჩაძირეს რაღაც მოძველებული ირანული ხომალდები, ირანი აყენებს ათმაგზარალს და შეუძლია ათმაგზარალი მიაყენოს დაიწყოს პირდაპირ მნიშვნელობით ნადირობა ამერიკულ ხომალდებზე სპარსეთის ყურეში და მილიარდობით ზარალი მიაყენოს შეერთებულ შტატებს და
მათ კომპანიებს ეს იმ შემთხვევაში, როდესაც ჩათვლიან ისინი ომის ამ ეტაპზე გადასვლის ჯერი, როდესაც იქნება, რათა გამოიწვიონ უზარმაზარი ზარალის მიყენება ამერიკული ეკონომიკისთვის, ამერიკული კომპანიებისთვის და თუ კი ირანში ხდება დაბომბვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და თუ კი ირანში ხდება ასობით უდანაშაულო ბავშვის დაბომბვა, ირანელები ნამდვილად არ მოერიდებიან ამ საკითხს, რაც შეეხება ფლოტს, ფლოტის საპირისპიროდ სარკისებურ იერიშებს ახორციელებს სამოქალაქო ტანკერებთან დაკავშირებით. მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ, რომ შედარება რო განვახორციელოთ ამ ყველაფრის, ირანის საზღვაო ძალები, რომელიც რეალურად არაფერს არ წარმოადგენდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტისთვის მით უმეტეს, შეიძლება იქნას შეფასებული სადღაც 1 მილიარდ დოლარად რა, მთელი ფლოტი რაც დაძირეს, ეს კი დაახლოებით 2-3 ტანკერის ფასი არის, სადღაც 7-მდე ტანკერი უკვე ამერიკული დაძირული ყავთ, ძალიან უხეშად რო გითხრათ, რომ ეს არის დაახლოებით 300 მილიონის ღირებულების ტანკერები, თავის ნავთობსაც თუ გავითვალისწინებთ, ამიტომ ზარალი ვის უფრო მეტი მიადგება, თავად შეგიძლიათ ანგარიშოთ. ახლა კი გავყვეთ გუშინ წუხანდელ განვითარებულ მოვლენებს, პირველ რიგში გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელმა სამხედროებმა მოითხოვეს 50 მილიარდის გამოყოფა ამერიკული არმიისთვის, რათა ომი იქნას გააგრძელებული, გასაგებია 50 მილიარდი ამერიკული ეკონომიკისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და შეუძლიათ რომ გამოყონ, თუმცა ძალიან სერიოზული ხარჯია. ამერიკელებს ეს ომი ერთი დღე უჯდება დაახლოებით მილიარდი დოლარი. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორი სახის ომიც მიმდინარეობს. ამიტომ ფინანსები, რომელიც გათვალისწინებული იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან სწრაფად იწურება რესურსი და ომს სჭირდება შევსება. ეს ომი არის ძალიან ძვირად ღირებული შეერთებული შტატებისთვის და მათი მოკავშირეებისთვის, ამიტომ ეს ომი თუ გაგრძელდა, ამერიკული ეკონომიკა მიიღებს კატასტროფულ დარტყმებს, ირანელები ამას კარგად ხვდებიან და აი ფაქტის სახეზე არის, რომ რესურსების ხარჯვა, რომელიც სწრაფად მიმდინარეობს და დღეს ყველა აღიარებს იმ პრობლემას, რომელიც ომის დაწყების მომენტში გამოვაქვეყნე, თავს არ ვიქებ და არ მინდა რომ ვინმე მასე გაიგოს, მაგრამ საქართველოში რეალური ინფორმაციის მიღება ეს სასაცილო არის და თურმე ამერიკას რა გაუჭირდებოდა ქართული საზოგადოებისთვის, რომელიც მოწამლულია თავიდან ბოლომდე ამერიკული პროპაგანდით და ისრაელის პროპაგანდით საქართველოში. დღეს ყველა ამაზე საუბრობს, რომ ამერიკელებს და ებრაელებს აქვს კატასტროფული უკმარისობა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების და ვერ ახდენენ ისინი ამერიკული რაკეტების მოგერიებას, ირანული რაკეტების მოგერიებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამერიკელებმა და ებრაელებმა შეცდომით არაერთი არასწორი იერიში მიიტარეს, ეს ომის ჩვეულებრივი ხერხი არის. ირანელებმა კარგად გამოიყენეს თანამედროვეობის 3D ფორმატის ნახატები, რომლითაც იქნა აღქმული მოწინააღმდეგისთვის საავიაციო პარკის განლაგების ადგილები, სინამდვილეში ისინი წარმოადგენდნენ ნახატებს და ეს კიდე დამატებით ხარჯად და არასწორ მიზნებად გაათვალისწინეს. ძალიან ბევრი შემთხვევა არის ამისი, ამიტომ ხარჯი ყველანაირად კატასტროფულად მაღალი არის და იძულებული არიან ამერიკელები რაღაცნაირად ხარჯების კორექტირება გააკეთონ. ფაქტია ის, რომ ინტენსივობა დაწყებიდან დღევანდელ მომენტამდე შემცირებულია იერიშების, უფრო კორექტირება ხდება უფრო ზუსტი ინფორმაციის მოპოვება და ზუსტი ინფორმაციის საფუძველზე იერიშების მოტანა, ხარჯების შემცირების მიზნით, საბრძოლო რესურსის შემცირების კუთხით და უფრო სიზუსტეზე კეთდება ეს ყველაფერი, რადგან პირველი ბლიცკრიკი ირანზე განხორციელებული გამანადგურებელი დარტყმით ეს ქვეყანა ჩამოშლილი იყო, მისი მმართველობა განადგურებული იყო და მომხდარი იყო ის, რასაც ამერიკელები და ებრაელები ფიქრობდნენ ქვეყანაში, ჩავარდა ეს სწრაფად განადგურების გეგმა, რომელსაც უზარმაზარი ხარჯები გამოიწვია და აქედან გამომდინარე იძულებულები არიან ამერიკელები მიმართონ აი ამ ხერხს ნელ-ნელა მოახდინონ ამ ყველაფრის კორექცია. ახლა მე მინდა გითხრათ ეს ინფორმაცია, რომელიც
ქართულ პრესაში კი არა, მსოფლიო პრესა მაქსიმალურად ცდილობდა ამ ყველაფერზე თავის შეეკავებიათ, მაგრამ ინფორმაციამ გამოჟონა Financial Times-მა გამოაქვეყნა ისიც შეზღუდული, ანუ ვინც არიან გამომწერები მათთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება შეგრძამდეთ თავად ნახოთ და რას ეხება ახლა ეს ყველაფერი. ყველაზე მთავარი პრობლემაა და ყველაზე მთავარი უბედურება, რაც შეიძლება უკვე მოყვეს ამ ომს, გავრცელდა ინფორმაცია შიდა წყაროებიდან გამომდინარე, რომ თურმე მდიდარმა არაბმა შეიხებმა და კატარის, საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, გაერთიანებული ემირატების და კუვეითის შეიხებმა მოთხოვეს შეერთებულ შტატებს, რომ ისინი ან დაიცავენ მათ ქვეყნებს ირანული საფრთხისგან და ამ იერიშებისგან, რომელიც კატასტროფული ხარჯი ჯდება, ან და ისინი იძულებული გახდებიან შეაჩერონ უზარმაზარი ინვესტიციები, სადღაც ტრილიონ 400 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომლითაც ძალიან ბედნიერი იყო ტრამპი ამერიკულ ეკონომიკაში. არათუ სამომავლო ინვესტიციები, უკვე ჩადებული ინვესტიციებიც იქნას გამოთხოვილი. აი ეს ინფორმაცია გაჟღერდა, თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი მოიძებნოთ Google-ში. თუმცა ფაქტია, რომ ამ ინფორმაციას ასე ღია საჯაროს არ ხდიან, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკური არის, იმიტომ რომ ეს ქვეყნები თავიდან ბოლომდე წარმოადგენენ დიდარ ქვეყნებს, რომლებიც კარგ ცხოვრებას არიან მიჩვეული, ნახულობენ უზარმაზარ ზარალს, გახარჯულობა იმისი, რომ ისინი თავს იცავენ, გამომდინარე არის იქიდან, რომ მათი მდიდარი ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა, რომელიც არის განთავსებული, არ იქნას დაზიანებული. და სერიოზული პრობლემა გააჩნიათ საჰაერო სივრცეების დაცვის, იქამდე 2000 წელსაც კი გამოშვებულ რაკეტებს იყენებენ ეთყობა საწყობების უკანასკნელი მარაგები არის ზოგიერთ ქვეყანაში, ამასთან მივალთ, მაგრამ ეს უკანასკნელი მარაგებიც იწურება და ამ პრობლემას, რომელი პრობლემაც სერიოზულად წარმოადგენს ისრაელის და შეერთებული შტატების არმიის პრობლემას, საშველად მოდის ბრიტანეთი, რომელიც თვითონ მართალია პირდაპირ არ ერთვება ომში, მაგრამ უკრაინიდან ბრიტანეთის მიერ რეალობაში ეს ომი არის ბრიტანეთის წარმოებული ომი, მათი სამხედროები, მათი ექსპერტები და მათი დაზვერვა არის ბოლომდე ჩართული. პროცესები თავიდან ბოლომდე ბრიტანეთის მიერ არის წარმოებული, არ უნდა ამას გაგრძელება, როგორც ჯონსონმა და სხვებმა პირდაპირ უთხრეს, რომ მოდი ვიომოთ და ამ მშვიდობას თავი გავანებოთ უკრაინაში, ეს ყველასთვის გასაგებია, არ ახალი ამბავი არის. ამიტომ ბრიტანელებმა გამოუცხადეს, რომ უკრაინული დანაყოფები, რომლებიც გამოცდილები არიან და კარგად გაწვრთნილები არიან რუსული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში, იქნებიან მოხსნილი უკრაინის ფრონტიდან და იქნებიან გადმოსროლილი თავის სპეციალისტებთან ერთად ახლო აღმოსავლეთში. მიდის საუბარი ეს მოხდება თუ არა, მე მინდა გითხრათ, რომ ეს უკვე მომხდარი არის, ერთი დანაყოფი უკვე მოხსნილი არის უკრაინიდან და ახლო აღმოსავლეთში იმყოფება, ეს ინფორმაციები მოდის დახურული წყაროებიდან, ამიტომ მალე კიდევ და კიდევ სხვა იქნება მოხსნილი, მაგრამ ეს ახლა ისეც არ უნდა მოხდეს, რომ მთლიანად უკრაინის ფრონტი ჩამოიშალოს, მაგრამ ის ფაქტი თვითონ, რომ უკრაინაში რაც ბოლო 4 წლის მანძილზე საჰაერო თავდაცვის იარაღი იქნა გამოყენებული, იმაზე მეტი იქნა უკვე გამოყენებული ირანის ომში, ამას ადასტურებენ თვითონ უკრაინის წარმომადგენლებიც და ზელენსკის ღია განცხადება არის, რომ ეს ამდენი ჭურვები ჩვენ რო გქონოდა, ასე იქნებოდა, ისე იქნებოდა ამბები, თუმცა ეს ინტერნაციონალური არმია ცდილობს უკრაინის ფრონტის და ირანის ფრონტის, ასე რომ ვთქვათ, ცვლილებები იქნას განხორციელებული.
რა იქნება უკრაინაში, ეს თქვენ იფიქრეთ, რაც შეეხება დაბომბვებს, რომელზეც ასევე არანაირი ინფორმაცია თუ რა იერიშების მიტანას ახდენს ერაყი, ირანი, უკაცრავად ამერიკულ სამხედრო ბაზებზე საქართველოში ამ თემასთან დაკავშირებით, ტაბუირებული არის, ვინ იტყვის, იმიტომ ომის პროპაგანდას ეს არ ჭირდება, მაქსიმალურად უნდა იქნას წარმოჩინებული მეორე მხრის დანაკარგები და უნდა იქნას გადაჭარბებული წარმოდგენის შექმნა აი ამ მიმართულებაზე. მე მინდა გაჩვენოთ რამოდენიმე სამხედრო ბაზა, რომელიც თანამგზავრული სურათებიდან ეს ამერიკული სამხედრო ბაზები არის ბაჰრეინში, მაშინ რა ქვია, კუვეითში, რომელიც უკვე აღარ არსებობს პრაქტიკულად, გასწორებული არის მიწასთან და მთავარი ფაქტორი იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ მოხდეს ამ მიმართულებაზე რამენაირად ირანის ძალების გადასროლა და შეცვლა, ამაზე პენტაგონში ფიქრობენ, რომ სახმელეთო უნდა, რა თქმა უნდა, სახმელეთო ოპერაცია ჭირდება, ირანი იძულებული გახდება თავისი რესურსები გამოიყენოს და ისინი ცდილობენ გამოიყენონ ქურთული ფაქტორი, ჩრდილო ერაყის ფაქტორი. გავრცელდა ინფორმაცია რამოდენიმე დღის წინ, რომ ქურთები იქნებიან ჩაბმული ამ ომში, რომ ერაყის ქურთისტანიდან დაიწყება იერიში და ირანის ქურთისტანის მოსახლეობა იქნება ჩართული ამ ყველაფერში, სახმელეთო ოპერაციაში. თუმცა სათქმელი ის არის ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ქურთებმა ძალიან წარედ იციან ის ფასიც მათ დაუჯდათ ერაყში, სირიაში წარმოებული ომები დასავლეთის ინტერესების სასარგებლოდ და შეპირება მათ სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით. ეს არის 40 მილიონიანი, რომელსაც თავისი სახელმწიფო არ გააჩნიათ, პირდებიან შეგიქნით, მაგრამ მსოფლიო საერთაშორისო საზოგადოება დასავლეთის ძალით მათ იყენებს უბრალოდ, როგორც ერაყში იყენებდა სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ, სირიაში იყენებდნენ ასადის წინააღმდეგ, თურქეთში იყენებდნენ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც დაჭირდებოდათ ერდოღანის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში არაფერს სხვასთან არ არის საქმე არის უბრალოდ ქურთების გამოყენებაზე, მათ სახელმწიფოს შექმნას ნამდვილად არავინ არ აპირებს ჯერჯერობით და კიდე დიდი ხანი. ამიტომ ქურთებმა ეს ყველაფერი უარყვეს, მათი მხარდაჭერა ამ ომთან დაკავშირებით, რომ ისინი ჩაერთვებიან. ამასობაში კი ირანი იყენებს თვითონ ახალ იარაღს, რომელი იარაღიც უფრო და უფრო ართულებს და მე ახლა გაჩვენებ თქვენ თუ როგორ ხდება, რატო იქმნება ესეთი კატასტროფული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შიმშილი პრაქტიკულად და რატო ვერ ხდება განლაგება, ეს რა ქვია, განეიტრალება ირანული სარაკეტო სისტემის. აი დააკვირდით ამ ვიდეოში ძალიან კარგად არის ნაჩვენები. ირანული რაკეტები, ახალი იარაღი. გაშვებაც, შემდეგ ქობინების განაწილება და რამოდენიმე, ესე რომ ვთქვათ, მისამართზე დარტყმა, ერთი რაკეტიდან დაახლოებით 10-15 რაკეტის გარდაქმნა და სანამ ეს პროცესი განხორციელდება, ეს ჰიპერგერითი რაკეტები მანამდე უნდა იქნას ჩამოგდებული, თორემ ვერც ერთი საჰაერო სისტემა ვერ მოახერხებს ამ სერიოზულ პრობლემას ქმნის, ამიტომ ცდილობენ ისინი ირანული რაკეტების გადაჭერა გაშლამდე მოახდინონ, თუმცა ამ ყველაფერშიც არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ახლა გაჩვენებთ მე თქვენ იმ
რომელი პრობლემაც უდგათ შეერთებულ შტატებს და ისრაელს ზუსტად აი ესეთი რაკეტების გადასაჭერად კარგად რეაგირებს, მაგრამ შედეგი მაინც არის ერთ რაკეტაზე გახარჯული რაკეტა ეს უზარმაზარი კოლოსალური ხარჯი არის, რომელიც თავისთავად სერიოზულ პრობლემას უქმნის ამერიკის შეიარაღებულ ძალებს, ისრაელის შეიარაღებულ ძალებს, სტრატეგიულ რეზერვებზე არიან გადასულები. აი ახლა მე მინდა გაჩვენოთ თქვენ წამით ახლო აღმოსავლეთის რუკა, ომის თეატრი, სადაც ხდება აი ამ ყველაფრის ესე წარმოჩენა. ეს არის რეგიონი, რომელ რეგიონშიც მიმდინარეობს ომი, ეს არის ირანი, თავისი ოფიციალური საზღვრები, ეს არის საზღვრები კუვეიტის, ბაჰრეინის, ეს კუნძული არის ბაჰრეინი, ეს არის კატარი, ეს არის ემირატები, ეს არის ორმუზის სრუტე, ეს არის არაბეთის გაერთიანებული საუდის არაბეთი და აი ამ მიმართულებაზე ხდება ძირითადი, ასე რომ ვთქვათ, საჰაერო დუელი. აი ეს კიდე არის ორმუზის სრუტე, აი აქ ორმუზის სრუტეში განხორციელებული იერიშები, განთავსებული ამერიკული ფლოტი. მე მინდა გითხრათ, რომ აი ეს ქვეყნები რეალურად კუვეიტი და ბაჰრეინი პრაქტიკულად სრულიად უუნაროები არიან გამხდარი, მათ უკვე ამ ქვეყნების საჰაერო სივრცეში ჩვეულებრივად ხდება უპრობლემო დრონების შეყვანა, დაბომბვა, აქ არის განთავსებული როგორც საზღვაო ფლოტის, ასევე ქვეითი ჯარების ბაზა ამ ადგილებში. აი აფეთქებები მითითებული არის, ასევე კუვეიტი ამცირებს თავისი ნავთობის მოპოვებას ბლოკადიდან გამომდინარე. ეს ამერიკული ბაზების მდგომარეობა არის ის, რაც მე თქვენ უკვე გაჩვენეთ. ძალიან ცუდ დღეში არიან ამერიკელები აი ამ მიმართულებით. ეს კიდე დაკეტილი არის, მაჩვენებელი არის ეს ყველაფერი, რაც ხდება. კატარი და საუდის არაბეთი ჯერ კიდე რაღაც ფორმით ახდენენ თავიანთი საჰაერო სივრცის დაცვას, მაგრამ ეს ყველაფერიც, რა თქმა უნდა, არ არის ამოწურვადი. ახლა კი გადავინაცვლოთ ახლო აღმოსავლეთიდან ერთ საინტერესო მიმართულებაზე და სანამდე იქეთ გადავინაცვლებდეთ, ჩემო კარგებო, ეს არის უნგრეთის მიმართულება. მანამდე კიდე დააკვირდით, რომ ყველა ქვეყნის რაღაც პირველი პირები ჩანს, ეს არის სპეციალიზირებული რუკა, სადაც ქვეყნის მმართველები არიან წარმოჩენილები, პასუხისმგებელი პირები, აქტიური მოქმედებაში და პოლიტიკაში ჩაბმული ადამიანები. დააკვირდით, რომ საქართველოს მიმართულებაზე არანაირი პასუხისმგებელი პირი არ არის. ინფორმატიული რო იყოს თქვენთვის ის, თუ სანამდე აქ წავიდოდეთ ჩვენ, ეს არის მოვლენები, რომელი მოვლენებიც ვითარდება რეგიონში, ირანის მიმართებაში. აი ეს არის ის საზღვარი, სადაც ერაყის ჩრდილოეთის ქურთისტანი, სადაც მიმდინარეობს შეტაკებები, თვითონ ერაყში მიმდინარეობს შეტაკებები ამერიკელ სამხედროებსა და პროირანულ დაჯგუფებებს შორის, მიმდინარეობს დაბომბვები ამერიკული სამხედრო ბაზის,
რომელიც თქვენ შეგიძლიათ შემოხვიდეთ და ნახოთ შემდეგ ჩემს Telegram არხზე, სადაც პირდაპირ ინფორმაციები იდება. ისრაელის და შეერთებული შტატების ავიაცია უკვე ერაყშიც აქტიურად ახდენს დაბომბვებს, გამომდინარე იმ პრობლემიდან, რომ აქ უკვე დაიძრა ომი თვითონ ერაყის ქურთისტანს შორის, მაგრამ ჯერჯერობით ირანის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს ომი, თვითონ ირანიც ახორციელებს დარტყმებს აი ამ ტერიტორიაზე, როგორც ამერიკულ სამხედრო ბაზებზე, ასევე იმ სეპარატისტულ ბრძალებზე, რომლებსაც შეიძლება მიეცეთ საშუალება და აი ამ მიმართულებაზე მოხდეს ირანზე შეტევის განხორციელება, ეს სულ ახლოს არის ჩვენთან. ჩვენ კიდე არავის არ ვახსოვართ, მადლობა ღმერთს. აი ახლა კი გადავინაცვლოთ შემოკარის შავი ზღვის ომის თეატრია, ახლა კი გადავინაცვლოთ უნგრეთში. და შევხედოთ აი ამ რეალობას, რომელი რეალობაც იქმნება. ეს არის ჯერ დაიმახსოვრეთ ამას კი დაუბრუნდებით უკრაინა-უნგრეთის ტერიტორიული საზღვარი, რომელიც საზღვარიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გავთიშოთ ხა ეს ყველაფერი და გადავიდეთ უნგრეთში. რა ხდება ახლა რატომ უნგრეთში და რატომ ახლა ომის თეატრიდან აქეთკენ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელი მოვლენაც ჩემოგარგებო სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს ალბათ პოლიტიკის კორექტირებაში და შეიძლება ომის ახალი თეატრიც გაჩნდეს ევროპაში, ამჯერად უკრაინას და უნგრეთს შორის. აი ეს არის სიტუაცია, რომელიც სიტუაციაც ახლა ხდება უნგრეთს და უკრაინას შორის, არა მარტო უნგრეთს სხვათა შორის, ასევე სლოვაკეთს, უნგრეთს და უკრაინას შორის. მაგრამ ახლა უნგრელები ძირითადი, ასე რომ ვთქვათ, დარტყმის ამღებები არიან. რაში არის საქმე? უკრაინელებმა, რომლებმაც გადაკეტეს მილსადენი, რომელიც ამ ორი ქვეყნის მიმართულებით რუსულ გაზს აწვდიდა, გამოაცხადეს, რომ ისინი ასე რომ ვთქვათ, ბლოკირების სანაცვლოდ მოახდენენ მხოლოდ და მხოლოდ ბლოკირების სანაცვლოდ სანქციების, რომელსაც ადებს სანქციების კი არა, აი 90 მილიარდის დახმარების სანაცვლოდ გახსნიან ამ მილსადენს და იგონებენ, რომ ვითომ დაზიანებული არის, არადა ამ ენერგოკრიზისის დროს ეს არის უსერიოზულესი დარტყმა უნგრეთისთვის, როგორც ეკონომიკისთვის, როგორც პოლიტიკისთვის, როგორც ყველაფრისთვის, მით უმეტეს რომ ვიქტორ ორბანს ახლა აქვს არჩევნები და ამ არჩევნებიდან გამომდინარე ის იძულებული არის მაქსიმალურად თავისი ამომრჩევლის ყურადღება და კეთილგანწყობა მოიპოვოს. კარგად იციან ამის შესახებ უკრაინაშიც, ბრიუსელშიც, რომელთა დაუძინებელი მტერი არის ორბანი და ამ საჭირო მომენტში მაქსიმალურ დარტყმებს აყენებენ ორბანს და მის პოლიტიკურ ძალას, რომელიც იქნება გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისიდან და აი ეს დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს ორი ქვეყნის ურთიერთობა. უნგრელები აცხადებენ, რომ ისინი აუცილებლად გაარღვევენ 3 დღის ვადაში ბლოკადას, რომელი ბლოკადაც არის შექმნილი და თუ კი დაჭირდება უნგრეთი გამოიყენებს ძალასაც, ანუ შეიარაღებულ ძალებს იმისთვის, რომ ენერგეტიკული მილსადენი იქნას აღდგენილი. რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითო ჩვენს გამოცდილ სამხედროებსო გადავცემთო ორბანის ტელეფონის ნომერსო და ისინი ელაპარაკონ. ახლა აქ იკვეთება რა სიტუაცია? აქ იკვეთება ის სიტუაცია, რომ უკრაინას, რომელიც ომს აწარმოებს და დღესდღეობით ევროპაში პირდაპირ შეიძლება ითქვას ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები გააჩნიათ, დაახლოებით 800,000 კაცი,
მართალია ისინი ომში არიან აღმოსავლეთ ფრონტზე ჩაბმულები, მაგრამ ეს ძალა უკვე რომელიც უკრაინაში შედგა უკრაინაში ეროვნული ძალების სახით წარმოადგენს სერიოზულ მათრახს თვითონ ევროპელებისთვის და ეს არ არის უკვე სუსტი სახელმწიფო, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, არ შეუძლია საკუთარი საზღვრების დაცვა, პირიქით, მათ შეუძლიათ განახორციელონ ამ ყველაფრის ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც და ისინი იქცევიან შესაბამისად. ახლა უნგრეთის შეიარაღებული ძალები არ არის ასეთი მრავალრიცხოვანი, თავისთავად პირდაპირ თუ ავიღებთ პირდაპირ შეწონადობას ამ ყველაფერში, მაგრამ ვინმეს არ დავიწყდეს, რომ უნგრეთი თვითონ ნატოს წევრი არის და ნატოს წევრზე იერიშის მიტანა არა ნატოს წევრი ქვეყნიდან ამან რა შეიძლება გამოიწვიოს. ძალიან სერიოზული ჩახლართულობა ჩნდება ამ საკითხში და ჩვენ თუ ნახავთ სულ მალე იმ ამბავს, რომ უნგრელები და უკრაინელები ერთმანეთს თავს დაესხნენ და ომი ატყდა, აღარც ეს აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან აი ამ მთელი ვაკხანალიის ფონზე ეს კონფლიქტიც უკვე სერიოზულად მწიფდება. ამას აქვს სხვა ფესვებიც, უნგრელებს აქვს სხვა თავისი შეხედულებებიც და ესე. შემდეგ აქედან გამომდინარე აქტიურად ცდილობენ, რომ უნგრეთის პოლიტიკაში ჩარევა განხორციელდეს. ახლა მინდა გაჩვენოთ ის, რაც უკვე გუშინ მოხდა, ის რაც საინფორმაციო სივრცეებშიც იქნა გამოჩენილი. ეს არის უნგრეთის ტერიტორიაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქეები და ესენი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები. ესენი იყვნენ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც იქნენ გაშვებული სამოქალაქო შტატზე და რომლებიც წარმოადგენდნენ უკრაინის დაზვერვის ოფიცრებს, მათ შორის ყოფილი გენერალი, როგორც წერენ, ზოგან მაიორი ვრცელდება, ზოგან გენერალი, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. დაკავებული იქნა უნგრეთის ტერიტორიაზე ეს ჯგუფი, ინკასატორების ჯგუფი, არალეგალური ჯგუფი, რომლებსაც თან ჰქონდათ 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და 9 კილოგრამი ოქროს ზოდები. უკრაინელებმა ეს ამხელა დანაკარგი და ამხელა ეს ვერ უარყვეს, თქვეს, რომ უკან დაგვიბრუნეთ ფული და ოქრო, არავინ არ დაუბრუნებს ფულს და ოქროს. გასაგებია, რომ ეს ჯგუფი იყო შესული უნგრეთში იმ მიზნით, რომ იქ არჩევნებში, რომელიც მალე იქნება, აი ამ ფულით, აი ამ ოქროთი გავლენა მოეხდინა. ასე რომ ფულის უკან დაბრუნებელი არავინ არ არის. თავად ეს მოქალაქეები ან გაძევებული იქნებიან უნგრეთის ტერიტორიიდან, ან შეიძლება ჯერჯერობით გააჩერონ თავის ტერიტორიაზე გამოძიების სრულად დამთავრებამდე, რას ილაპარაკებენ და როგორ ილაპარაკებენ. არ ვიცი, ახლა უკრაინელები აცხადებენ, რომ ჩვენ მოქალაქეებსო უცხადებთო, რომ უნგრეთშიო არ წავიდნენ, არ ვიცი, ალბათ უკრაინაში უკეთესი სამყოფი არის, მაგრამ აი ესე ხდება ჩარევა სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, აი ამ მასშტაბით, ესეც ჩვენი ევროკავშირის წევრი, ნატოს წევრი ქვეყანა, ეს ამათი ჰარმონიული ოჯახი, რომელიც სინამდვილეში აი ესე ხდება. მე კიდე ერთხელ ინფორმატიულ რუკას გაჩვენებთ. აი ჩემო კარგებო, დავბრუნდეთ ახლა ამ საკითხს. აი არის პირდაპირ მითითებული დაკავება აი ამ პირების, რომელი პირებიც ჩემი
აი ეს არის ამოღებული თანხა. აი ეს არის ის განცხადებები, რა განცხადებებიც ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელდა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ერთი რაღაცა ვთქვათ. რომ ირანის ომმა შეიძლება ძალიან მალე კიდევ ერთი კონფლიქტი ამჯერად ევროპაში გამოიწვიოს. რაც შეეხება უნგრელების საკითხს, როგორც გითხარით, ეს არის მათი საზღვარი, უნგრეთ-უკრაინის საზღვარი. ესაა დაახლოებით ეგრეთ წოდებული პრიკარპატიას ტერიტორია. უნგრეთი არის პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასჯილი სახელმწიფო, რომელმაც მის ტერიტორიების თითქმის 2/3 დაკარგა, უამრავი უნგრელი ცხოვრობს აი ამ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ესაა უნგრული დასახლებები, რომელიც უკრაინის მხრიდან ემიჯნება უნგრეთს და აი ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ეთნიკურად უნგრელები და ურბანს და უნგრულ საზოგადოებას აქვს ძალიან დიდი იმედი, რომ უკრაინის ნგრევის შემთხვევაში ეს ტერიტორიები უნგრეთის ნაწილი გახდება, ანუ ეს უნგრეთის ტერიტორიული საკითხი ცალკე არის, ცალკე პრობლემა არის, აი ეს სტალინის სასჯელი არის ეს ყველაფერი, ჩამორთმეული ტერიტორიები, განხორციელდა ერთადერთი მიზნით, აქ არის მადომინირებელი სიმაღლეები, რომელზეც საბჭოთა არმია დადგა, რომ ევროპის ასე რომ ვთქვათ ვაკეზე, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთის მიმართულებით, ჩრდილო-დასავლეთი ევროპა არის და საიდანაც მოხდა თავის დროზე ნაპოლეონის შეჭრა, პირველი მსოფლიო ომში შეჭრა, მეორე მსოფლიო ომში შეჭრა, ის იქნას პრიორიტეტულად მიჩნეული, აქ ბუნებრივი ფორპოსტები, ეს ყოფილიყო საბჭოთა არმიის კონტროლის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი მათი ვასალი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აი ამ ტერიტორიაზე მიდის საუბარი, პრიკარპატიას ტერიტორია, ამიტომ ნახოთ ძალიან მალე შეიძლება აქაც ვიხილოთ ერთი კიდევ ახალი კონფლიქტი. აქ ეს უკვე თვითონ შიგ ევროპაში, თვითონ ეს ჰარმონიულ სიმშვიდეში და სიწყნარეში. მოკლედ, აი ეს მინდოდა მეთქვა, ომი მიმდინარეობს, პროცესები ძალიან დინამიურად ვითარდება, ყოველ წამს ახალ-ახალი ცნობები ვრცელდება და რაიმე განსაკუთრებულის განცხადება, ახლა რომ ასე იქნება და ისე იქნება, ხვალ არის ძალიან ძნელი. მე შევეცდები რომ ინფორმატიული სახით მოგაწოდოთ ინფორმაცია, ასევე საინტერესო სტუმრები მოვიწვიო, რომლებიც კომპეტენტურები არიან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ანუ აქვს ცნობა ისეთ ინფორმაციებზე, რომელიც ბლოკირებული არის საქართველოში და აღქმული არის სხვანაირად. თუ კი მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ, არხი მოიწონეთ, გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც შეიძლება ჩვენ ინფორმაციის გავრცელება მოვახდინოთ, თორემ ვინმეს არ ეგონოს, მე ვინმეს ლაიქებს ვთხოვდე და ასე შემდეგ. ჩემი აუდიტორია ისედაც ინფორმირებული არის. შემოგზავნეთ ტელეგრამის არხში და დანარჩენი ინფორმაციები, რომელიც ჭარბი არის, თქვენი თვალით იხილეთ და მოისმინეთ, რაც საქართველოში და არა მარტო საქართველოში ხდება. დროებით